გერმანიის არჩევნებამდე უკვე თვეზე ნაკლები რჩება და დეპუტატები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ავტორიტარული ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა ტროლბოტების ჯგუფი, რომელიც გერმანიაში დეზინფორმაციის გამავრცელებელი სოციალური ანგარიშების უკან დგას. გერმანიის ქრისტიან სოციალური კავშირის ერთ-ერთმა წევრმა, თომას ერნდლმა დაადასტურა, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს გერმანიისა და პოლონეთის არჩევნებში. ამის შესახებ მთავრობაც ინფორმირებულია. რუსეთი დიდ ძალისხმევას დებს ამ საქმეში და რა თქმა უნდა შედეგებიც მოჰყვება. მაგალითად, პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის აღზევება სწორედ ამ მექანიზმზეა დაფუძნებული. ეჭვის გაჩენა ჩვენი სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებას არ წმუნებს, რომ გამართულად არაფერი მუშაობს და ლტოლვილებისა და მიგრანტების საკითხი მთავარი პრობლემაა. ევრონიუსმა მთავრობის ბრალდებებთან დაკავშირებით ბერლინში რუსეთის საელჩოს მიმართა, თუმცა საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. პირველ ყოვლისა ამ ყველაფერს ინსტიტუტები უნდა დაუპირისპირდნენ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. არის რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ ინსტიტუტების კეთილმოწყობისთვის მეტი დაფინანსება გვჭირდება. უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ პროცესების ანალიზში დაგვეხმარება, რაც მთავარია გვჭირდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მწვანეთა პარტიის წევრმა კონსტანტინ ფონ ნოცმა ევრონიუს განუცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი დემოკრატიული ქვეყნების სისუსტეებს იყენებენ და ამით საფრთხეს უქმნიან მათ. დაზვერვის სამსახური ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ პროცესებთან საბრძოლველად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება როგორც უკეთესი ადამიანური რესურსი, ისე კანონიერი უფლებამოსილება. ჯერა რომ უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით გარკვეულ ინსტიტუციებს მეტი უფლება უნდა მიენიჭოს. წინასწარი გამოკითხვებით პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ხმათა 20%-ზე მეტს აიღებს, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციასთან ბრძოლის არაეფექტური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.